მოგესალმებით ისევ მეგობრებო, ჩვენი შემდეგი გაჩერება არის ხევი ყაზბეგის ტური. ჩვენი პირველი ლოკაცია, რა თქმა უნდა, ანანურის ციხე კომპლექსია. მეტა როგორი იქნებოდა ფორტი ბოიების თამაში ამ შესანიშნავ ნაგებობაში. ციხე კომპლექსი არის მართლაც ფანტასტიკური საქართველოს, იმიტომ რომ ასე კარგად შემონახული ჩვენ ციხე კომპლექსი არ გაგვაჩნიათ საქართველოს მასშტაბით. ეს არის შეხედეთ სამხრეთი მხარე. ის არის დასავლეთი მხარე, ეს აღმოსავლეთ მხარე, ეს ჩრდილოეთი მხარე. ახლა ვარ ჩვენ რომელ მხარეს? აღმოსავლეთ. ანანურის ციხე კომპლექსის მონახულების შემდეგ გადავწყვიტეთ სნოს საფორტიფიკაციო ნაგებობას ვუწევდით. პირველი დღე კი გერგეთის სამების ეკლესიის მონახულებით დავასრულეთ. ხეობის პატარძლად წოდებული გერგეთის ტრინიტი ანუ სამება მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემი ჯგუფის წევრებისთვის. მე-14 საუკუნის ამ უმშვენიერეს ტაძარს, რა თქმა უნდა, სჭირდება ძალიან მაგარი ამინდი, რათა გამოჩნდეს უმშვენიერესი მყინვარწვერიც, რაშიც ნამდვილად ხელი შეგიწყო ამინდი. ბუნების მშვენიერებით ტკბობის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენ სასტუმროში მოვთავსებულიყავით. აგვი გიზგიზებია ეს შესანიშნავი მაყალი და მომზადებულიყავით შემდეგი განსაცდელისთვის. ჩვენი დიადი გოგონები რეპეტიციას გადიოდნენ დიდი სასცენო გამოსვლისთვის. მათ ნამდვილი ცეცხლი უნდა დაინდოთ პანორამაზე, რა თქმა უნდა, გუდაუთში. გუდაურის პანორამამდე დარიალის ხეობას ვეცდობთ. და აი ამის დროც დადგა. Jabba!
ჩვენი სასცენო შემოქმედებით ფართოვანებული ტურისტები მონღოლეთიდან ისე მოიხიბნენ ცეკვით ლამის თავი დაკარგეს. ბევრი იწვალა, მე დაიღალა და დაეხმარნენ. რაც მთავარია თავი მარტო არ აგზავნეს. და ამ ყოველივე შემხედვარე ბუნებაც გაგიჟდა. ტურის ბოლოს ბაზალეთის ტბაზეც გამოვიარეთ და ქარიანი შიშმორეული მზერით ტბის უკიდეგანო წერტილებს მაქსიმალური სიჩქარით ჩავუვარეთ. ამით ჩვენი მოგზაურობა სრულდება, განწყობას კი თქვენ თვითონაც ხედავთ. ისმის ანგელოს და სიმღერა და გალობა Vede, treba biti koja svita salonca